უახლოეს მომავალში საქართველოს რკინიგზაზე ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რომლის მნიშვნელოვან მონაკვეთს ხარაგაულისა და ხაშურის ტერიტორიული ერთეულები მოიცავენ. მათ შორისაა ხარაგაულის მიმდებარედ ჩვენი მუნიციპალიტეტის ორი სოფელიც. სამუშაოებიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურული ცვლილებები და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები მოსახლეობისათვის ადვილად გადასაწყვეტი რომ გახდეს, მათ კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი განახორციელებს. რაც ორგანიზაციისათვის მისი ორწლიანი საქმიანობის შემდეგ პირველი სერიოზული პროექტია და ის აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ჯიპაკის ხელშეწყობის შედეგად მიმდინარეობს. მის ფარგლებში მსმენელებთან შეხვედრის თემა მოქალაქეთა ადვოკატირებას უკავშირდება, რომელიც კერძო საკუთრების უფლების დაცვის კუთხით მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხების გარკვევაში ეხმარება. ეს არის მოქალაქეთა ადვოკატირებასთან დაკავშირებით კერძო საკუთრების უფლების კუთხით. ძალიან ახალი სარკინიგზო მაგისტრალის გავლამ, ხარაგაულ-ხაშური ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის გავლამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პროექტით, სავარაუდო პროექტით 484 ოჯახი ყვება ზემოქმედების ქვეშ, ანუ განსახლებას ექვემდებარება. აქედან თითქმის 100 დაახლოებით თუ მეტი არა არის კერძო სახლები, სამსართულიანი, ორსართულიანი საკუთარი სახლები, რომ აღარაფერი ვთქვათ დამხმარე ნაგებობებზე და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს საბუთები მოწესრიგებული, მათ აქვთ პრობლემები დარეგისტრირებაზე, მერე უკვე ხდება გამოსყიდვასთან დაკავშირებითაც პრობლემები და ყოველივე ეს მოგვარებას, ასე ვთქვათ, მოწესრიგებას ახორციელებს ჩვენი ორგანიზაცია, რომ ჩვენ ვიყოთ ასე ვთქვათ შუამავლები და უფრო მეტად დავიცვათ მათი უფლებები, რაც მათ წამოეჭრებათ ამ პროექტის განხორციელების დროს. უდიდეს მნიშვნელობა შეიძლება კონდეს იმ მხრივ, რომ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, თუნდაც ყველაფერი რაც ამ პროცესებთან არის დაკავშირებული, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უკავია ჩემი აზრით ამ ორგანიზაციის მუშაობას. რეგიონული მაუწყებლობის მიმართ საზოგადოების განწყობა შეცვლილია. NDI ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში საერთო ჯამში რეგიონული მედიის ყურების დონე 38%-ში ადგენს. ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ეს კარგი მაჩვენებელია და ადგილობრივი მედიისადმი ყურადღება მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირდება. ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის კვლევის შედეგებით ლოკალურ დონეზე ყურებისა და ნდობის თვალსაზრისით ფოთის მე-9 ტალღა, ბათუმის 25 არხი და ქუთაისის რიონი ლიდერობენ. კვლევის მიხედვით საქართველოს მასშტაბით რუსთავი-ორს მოსახლეობის 93%, იმედს 88%, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი 61% უყურებს. კვლევა, რომლის სახელწოდებაა საზოგადოების განწყობა საქართველოში 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოეკითხა 3161 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე. კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრმა ჩაატარა. I mean the viewership for POTI კი, ანუ ჩვენი კვლევის მიხედვით არის შეცვლილი საზოგადოების განწყობა რეგიონალური მაუწყებლობის მიმართ, მაგალითად ფოთის მე-9 ტალღა, ბათუმის 25 არხი და რიონი ჩვენი კვლევების მიხედვით უფრო მეტად ყურებადია და შეიძლება ეს არის დამოკიდებული იმაზეც, რომ საარჩევნო წელია და ხალხი უფრო მეტად დაინტერესებულია ადგილობრივი მედიისგან მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. where they live and not simply what the national broadcasters have to say. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ზესტაფონმა ეროვნული პირველობის მეორე ეტაპის მესამე ტურის მატჩი თბილისის დინამოსთან ფრედ 1-1 დაასრულა. შეხვედრას ბორის ბაიჯაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მასპინძლობდა. თამაშის პირველი ნახევარი გუნდმა თანაბარი უპირატესობით დაასრულეს. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა დაწინაურება 47 წუთზე დინამოელთა მიერ განხორციელებული ავტოგოლის წყალობით მოახერხეს. თბილისელთა საჯარიმოში მოხვედრილმა დავით მუჭირმა მასპინძელთა ორთაბრძოლა ოსტატურად მოიგო. დინამოელთა საჯარიმოში შეიჭრა და თანაგუნდელთათვის პასის გაკეთება სცადა. მუჯირის გადაცემა კი დინამოელმა ჯაბა ჯიხაურმა საკუთარი კარის ბადეში ჩაჯრა. ანგარიშის გათანაბრება დინამოელებმა მე-80 წუთზე მოახერხეს. ზესტაფონელთა გოლკიპერთან როინ კვასხვაძესთან დარჩენილმა ჩისკომ თავისი შანსი ოსტატურად გამოიყენა. ზესტაფონმა უშუალო კონკურენტთან მატჩი ფრედ 1-1 დასდმო. მომდევნო შეხვედრა საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი რუსთავის მეტალურგთან 25 მარტს გამართავს.
სატურნირო ცხრილს ამ დროისთვის უცვლელად ისევ ზესტაფონი 34 გოლით ლიდერობს. ზესტაფონს ეროვნულ ჩემპიონატში 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ერთი მატჩი კი გამოტოვებული აქვს ქუთაისის ტორპედოსთან. 16 მატჩს გასამართი დაპირისპირება ტორპედოსა და ზესტაფონს შორის თითოეულობის გამო გადაიდო.